ბავშვებო, აბა მოდი ახლა შეწყდა პირადი საუბრები, კერძო საუბრები და ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს ახლა გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თემა, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომ ამას ესე მარტივად ვერ ამოწურავ. შეიძლება 10 ჯერ გქონდეს მოსმენელი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ესე იგი მე-11 ჯერ მოსმენა და ამისი გააზრება და ამისი ცხოვრებაში განხორციელება თითქოს არ იყოს საჭირო. ამიტომ აი ვთქვათ, რომ ყურადღებით ვიყოთ. მე რამდენიმე ძალიან საინტერესო შეკითხვაა სხვათა შორის. და ამაზეც გამახსენეთ, რომ აი მარჯვენა ჯიბეში თუ გულის ჯიბეში ჩავიდეთ. გულის ჯიბეში. მე არ მომატყუოთ, თქო მეორე ჯიბეშია, იქ არ მაძებნიოთ. არა, დავით. მოკლედ. მაცხოვარი ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე ადამიანებს იგავებით. იგავი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. აი, ახლა თქვენ იცით რაც არის იგავი, მაგრამ ზოგადად ვიტყვი. შეიძლება სხვა რაღაცაზეა საუბარი, ხეზეა საუბარი, მაგრამ სინამდვილეში ის ხეს კი არ ეხება, შენ გეხება. შეიძლება ცხოველზეა საუბარი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ჩვენ რომ გვინდოდეს წყალი რომ ცეცხლზე გავაცხელოთ. ახლა დავუშვათ ცეცხლი ავანთეთ, წყალიც გვაქვს. რა ვქნათ, დავასხათ, რომ გაცხელდეს? რა გჭირდება? რაღაცა ქვაბი გჭირდება, რაღაც ჭურჭელი, რითიც დავდგა. ხო და წყალი რო დავასხათ, თუ წყალი ბევრია ცეცხლთან შედარებით, ცეცხლი ჩაქრება, თუ წყალი ცოტა, ის დაშრება. არ გამოვა საქმე. ცხელი წყალი არ გექნება ყოველ შემთხვევაში. გექნება ან ჩამქრალი ცეცხლი, ან დამშრალი წყალი და არ გექნება ის რაც გინდოთ. აი ქვაბში თუ ჩაასხავ, ამ ცეცხლის სიმხურვალე ამ წყალს გაათბობს. აი ეს ქვაბი წარმოედგინეთ, რომ ეს არის იგავი. ჩვენში უფალს უნდა ღვთის სიტყვა შემოვიდეს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი პირდაპირ ვერ იგებს ამ ნათქვამს. ამიტომ იგავის მეშვეობით ადამიანში შედის ეს ღვთის სიტყვა. ეხლა ნახეთ ძალიან საინტერესო რამ ხდება. მე ჯერ იმ ყოჩახს, ვინც გამზადებული დაფა წამიშალა, მადლობა უნდა უთხრა. და მეორე კიდევ ვთხოვო, რომ სხვა დროს ნუღარ გაიჯება. არ ვიცი მიწაშალა, მაგრამ სხვა დროს მოღაიზავთ, იმიტომ რომ ტყუილად არ ეწერა. ან შეიძლება არასწორად ეწერა და ეს მარკერი მაინც დამიბრუნეთ, ითიც დავწერე. შავი მარკერი. აბა, დატრიალდით. მაგას არ გამოვიკითხა, ვინ იყო ის ყოჩაღი, მე ხო მადლობა უთხარი უკვე. გაიხარ. მოკლედ ესეთი ამბავია. უფალი უყვება ხალხს ასეთ იგავს, რომ გამოვიდაო მთესველიო. სოფელში ხო დაგითესიათ რა, ხორბალი და თესა, სიმინდი და თესა თუ ლობიო. გამოვიდაო მთესველიო დასათესადო. და ამ მთესვის დროსო ზოგი დავარდაო გზაზეო, გზის პირზე დავარდაო. ზოგი დავარდაო კლდიან ადგილზე. ზოგი დავარდა ეკლებში და ზოგი დავარდა კარგ ნიადაგზე. ის მარცვალი, რომელიც გზაზე დავარდა. ახლა მაგალითად აი ამ გზაზე რომ მარცვალი დავარდეს, რა შეიძლება მოუვიდეს? ჩიტებმა აკენკო, ხო მართალი, ახლა აი შენ წარმოიდგინო ბარბარე რომ შიერი ფრინველი ხარ და დაინახე მარცვალი გდია. ახლა რას იზავ? არ აკენკაო? გამოიფრინა ჩიტმა და აკენკა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მაგ თემაზე, ამიტომ შენ წინასწარ ვიყოჩაღებ იმისავით ეს რომ გააკეთა. ფრინველმა აკენკა, მოკლედ და იმან ნაყოფი ვერ გამოიღო. რომელიც ჩავარდა კლდიან ადგილზე, ის აღმოცენდა. მაგრამ ახლა კლდეზე დიდი ფესს ხო ვერ გაიდგამს. ძალიან ცოტაა მიწა. ნახეთ აი დიდი ხეები არ ჩანს. დიდ ფესს ვერ გაიდგამს, ამიტომ ზერო ამოდის და რო დააცხუნებს, რადგან ძირი არ აქვს, ჯანიანი არ არის, არა, ის გაახმო და ნაყოფი ვერ გამოიღო.
ზოგი დავარდაო ეკლიან ადგილზე. ნახეთ, ეკლებში ჩავარდა. ეხლა როგორ არის, იცით, აი შეხედე. აი დაუშვათ, ეს არის მიწა. არის რაღაცა მცენარე. აი ეს როგორ ხასიათზეა ნახოთ. არის დაუშვათ რაღაცა მცენარე, რომელსაც აქვს თავისი ფესვები. ხო აქვს ყველა მცენარეს ფესი. აი თქვენ რომ საჭმელს ჭამთ, ამითი ხო იკვებებით და ამითი საზრდოობთ. აი ეს მცენარე ამ ფესვების მეშვეობით იკვებება. და ეხლა ნახეთ რა ხდება. ამას თუ ეს ფესვები არ იქნება, მოდი აქ ბარე ვიტყვით, რომ ჩვენთვის ადამიანებისთვის ჩვენი ფესვები არის ჩვენი წინაპრები. წინაპრებმა როგორც შემოგვინახეს ქრისტეს რჯულის ერთგულება, სამშობლოს ერთგულება, ვაჟკაცობა, პატიოსნება, სიყვარული, ერთგულება. აი ჩვენ თუ ვეცდებით, რომ ისე გავაგრძელოთ ის გზა, რაც მათ მოიტანეს ჩვენამდე, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენსა და მათ შორის კავშირი არ გაწყვეტილა. ანუ მცენარესა და ფესვებს შორის კავშირი თუ არ გაწყდა, ეს მცენარე გაიხარებს. თუ ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის კავშირი გაწყდა, მაშინ ისეთი ადამიანი ვერ გაიხარებს. ეხლა შეხედეთ, აი ამ ფესვებს აქვთ საკვები, მაგრამ ნახე აქ ეკლებია, ამ ეკლებსაც ხო თავისი ფესვები აქვთ რაღაცეები. და ეს ფესვები უჭამენ ამას საზრდოს. ამიტომ ეს მცენარე ძირითადად ვეღარ ხარობს ხოლმე. ამიტომ მიწის მუშაკი რა შვება? მიდის თოხით, ხო გაგონიათ თოხი რაც არის. და გათოხნის. აი ამ ეკლებს ძირიანად მოჭრის, რათა ამ მცენარეს საკვები ქონდეს და გაიხაროს, ხო მართალია? ამიტომ ეკლებში ჩავარდნილმა ვერ გაიხარა. იმიტომ რომ იქ არავის არ გაუთოხნია. და ზოგი დავარდაო კეთილ ნიადაგზე. აი ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ როგორ არის მოხნული, გაფხვიერებული. აქ თუ მარცვალი ჩავარდა, ის იოლად აღორძინდება და გაიხარებს. ეხლა ეს კი უთხრა ხალხს, მაგრამ როდესაც განმარტოებით სახში დაბრუნდნენ, მოციქულები ეკითხებიან 12 მოციქული. ხო იცით ხო, რო ყავდა მაცხვარს და ამ 12 მოციქულს ყველაფერს ეუბნაოდა ხოლმე დაწვრილებით განუმარტავდა. ეკითხებიან რომ გამგვიმარტოვა ეს იგავიო, რას ნიშნავდა? და თქვენც ვერ გაიგებთო და თუ ამიგავს ვერ გაიგებთო, მაშინ სხვასაც ვერ გაიგებთო. და მაცხვარი უხსნის ახლა ამიგავს და ნახე რას ეუბნება. გზაზე დავარდნილიო, გზაზე დავარდნილი. გავს არა მოიცა ჯერ რა ვთქვათ, იცი? ჯერ ვთქვათ თესველი ვინ არის? თესველი ვინ არის? ვინ თესავს? ბარბარე ვინ თესავს? იესო ქრისტე. თავად იესო ქრისტე თესავს. იესო ქრისტე რას თესავს იესო ქრისტე? აბა, ვაჟკაცო რას თესავს? ადამიანებს და ასევე სიკეთეს. ადამიანებს თესავს? მოდი სხვა აზრი თუ გვაქვს, აბა კიდე რა შეიძლება თესავდეს იესო ქრისტე? ჩემპიონო რას თესავს? ადამიანის გულში სიკეთეს. ადამიანის გულში რას თესავს უფალ? აი მაგალითად მე მინდა რომ თქვენ სიკეთე გასწავლოთ და შემოვედი ახლა და ხმას არ ვიღებ. არა და მინდა რომ გასწავლოთ, ჩუმად გევარ, მაგრამ გულში ეს ფიქრი მაქვს რომ თქვენ სიკეთე გასწავლოთ. გაიგებთ რამე ეს? ანუ რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნა? უნდა ვიმეტყველოთ, ვილაპარაკოთ, სიტყვები უნდა გითხრათ. აი ახლა ჩვენ ხო ამდენი ხანი ესე საუკვე მერვე წელია, თუ მერვე წელი დაიწყო. თქვენს გულებში ყოველ ორ შაბათს ითესება ეს სიტყვა. ღვთის სიტყვა ითესება ადამიანის გულში. ესე იგი, ეს თესლი, რაც ითესება, ეს არის ღვთის სიტყვა. და ნიადაგი რა არისო? ნიადაგი რა არისო? რა თქვით? ჩემპიონმა რა თქვა? ადამიანის გულში თესავს უფალი თავის სიტყვას. ეხლა ნახეთ, ყველა გულში ერთნაირად კი არ აღმოცენდება.
არსებობს სხვადასხვაგვარი გულები. აი ჩვენ თითოეულის გული შეიძლება ერთნაირი კი არ არის, სხვადასხვაგვარი. ზოგი შეადარა გზას, ზოგი შეადარა ეკლებს, ზოგი კლდიანს და ზოგი კარგ ნიადაგს. ეხლა შეხედეთ. აი მაგალითად, ღმერთი რომ თესავს, დაუშვათ დავარდა გზის პირზე. და ხო წერია, რა ეწერა იქ, რა მოვიდაო? ფრინველებმა აკენკეს, ხო, სინამდვილეში ახლა რა ხდება? ეშმაკი მოდის და ადამიანს ავიწყებს, პარავს ამ სიტყვას, იმიტომ რომ ადამიანმა არ ირწმუნოს და არ გადარჩეს. ეშმაკი 1000 გვარი რაღაცით საშუალებით ავიწყებს ადამიანს. აი არ ყოფილა რომ დაუშვათ სახარება წაგიკითხიათ, რომელიმე წმინდა მამის სიტყვა მოგისმენიათ, ან თუნდაც აი რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ჩვენ ხო სახარებიდან საუბრობთ. დაუშვათ გახვედი და აღარ გახსოვს რაზე ვილაპარაკეთ. ეშმაკი ცდილობს რომ შენ დაგავიწყოს ეს. და თუ დაგავიწყა, მაშინ ესე იგი შენ უკვე ნაყოფს ვეღარ გამოიღებს. შენს გულში ის ვერ გაღვივდება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. მეორე დაუშვათ დავარდა კლდიან ადგილზე. იქ ხო ეწერა რომ აღმოცენდა ეს მცენარე, მაგრამ რამ შეუშალა ხელი? რამ შეუშალა? მზემ შეუშალა. უпростоად მზემ კი არ შეუშალა. ძირი რო არ ქონდა, მომაგრებული არა? ხო, აი ფესვები რო ვერ გაიდგა იმად, ეგ რას ნიშნავს? ახლა შეხედე. დაუშვათ ადამიანმა მოისმინა ღვთის სიტყვა და ძალიან მოეწონა. აი მაგალითად მოისმინა რომ ესე იგი ადამიანის დახმარება არის ძალიან კარგი საქმე და ახლა ადამიანს მოუნდა რომ მოდი მეც დავეხმარები. დაუშვათ მოვიდა მეგობარი გეუბნება, თომა იქნება გამომყვე ამა და ამ ადგილზე, შენ მოწადინებული იყავი დახმარებოდ, მაგრამ ბოლო მომენტში დაგეზარა და აღარ გაყევი. ბოლო მომენტში დაგენანა და აღარ გაყევი. აღარ დაეხმარე დაუშვათ. ან მაგალითად მოისმინა რომ მიტევება არის კარგი, რომ აპატიებ. აი ეხლა მაგალითად ჩვენ რო რამეს დავაშავებთ, რაღაცნაირად შეწუხებული ვართ, რო გპატიობენ, ხო გვიხარია. ხო და შენ იცი რომ თურმე როგორ გაახარებ ადამიანს, როდესაც აპატიებ და შენ მოინდომე რომ მოდი თუ ვინმე რამეს ვაწყენინებს, ვაპატიებ. მაგრამ მოხდა ისე რომ ვიღაცამ გვაწყენინა და ჩვენს გულში არის დუღილი და ვერ ვახერხებთ რომ ვაპატიოთ. პირიქით სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობ. ეგ ნიშნავს რომ ჩვენ რო განსაცდელის წინაშე დავდექით, რადგან ჩვევაში არ გქონდა და ფესვი არ გქონდა მყარად, ჩვენ მერე ვეღარ გაუძელით და დაჭკნა. აი მაგალითად ხო არის რომ ადამიანი იტყვის რომ აი დავუშვათ ადამიანი ბევრს ჭამს სიტყვას და იტყვის რომ მოდი აღარ შევჭამ. აი მოდი ზოგი ამბობს რომ 7 საათის მერე აღარ შევჭამ, 6 საათის მერე. მაგრამ სიმტკიცე არ აქვს და მაცივარს რომ თავს მოკრავს, მაცივარი იქიდან თავს ჩაუკრავს, ესეც უკვე ირღვევა მის სიმტკიცე. გესმით? სიმტკიცე არ აქვს და ნაყოფსაც ვეღარ გამოიღებს. აი ეგეთი ადამიანები შეადარა კლდეზე დავარდნეს. შემდეგი ეკლებში ჩავარდნილი. რა ხდება მათ? ეკლებში ჩავარდნილი როგორი ადამიანის გულებს შეადარა. ნახეთ, სამი რამე რაც ადამიანს ხელს უშლის იმისათვის რომ ღვთის სიტყვამ ნაყოფი გამოიღოს. პირველი ეს არის, მოდი ესე გავაკეთოთ. ეს არის სიმდიდრის სიყვარული. ანუ თავად სიმდიდრე კი არ არის დამღუპელი, არამედ ადამიანს რო უყვარს ეს, ადამიანი რო იმედს ამყარებს თავის სიმდიდრეს. სიმდიდრეში არ იგულისხმება მაინც და მაინც სასახლეები გქონდეს და რაღაც. რაც გაქვს იმის იმედი თუ უფრო მეტად გაქვს ვიდრე ღვთისა, ეგ ნიშნავს რომ შენ ეს ხელს შეგიშლის. მეორე ეს არის შვება განცხრომა. რა არის შვება განცხრომა? შვება განცხრომა იცი რა არის? ადამიანი რო გადართულია იმაზე მარტო რითი გაერთოს, როგორ დაისვენოს, როგორ მოილხინოს, აი ამაზე თუ აქვს გონება გადართული და მარტო ამაზე ფიქრობს და არა ის რომ მისგან რამე სიკეთე გამოვიდეს, არამედ ის რომ მარტო თვითონ რითი ისიამოვნოს,
აი ეგეთი ადამიანის გულში ღვთის სიტყვა ვერ გაიხარებს. და მესამე, ეს არის საზრუნავები. ამ წუთისოფლის საზრუნავები. ეხლა ადამიანი იტყვის, რომ საზრუნავი ხო ყველას აქვს, მაგალითად თქვენ ხო სკოლის მოსწავლეები ხართ, თქვენც გაქვთ საზრუნავი, რომ გაკვეთილები მოამზადოთ, იქ წრეზე დადიხართ, თუ სპორტზე დადიხართ, ივარჯიშოთ, ისწავლოთ, დაეუფლოთ ამ ხელოვნებას, თუ სპორტს, თუ მეცნიერებას. თქვენც გაქვთ ეს საზრუნავი, მაგრამ თუ საზრუნავი ხდება სულიერის ხარჯზე, ეგ უკვე არ ვარ. აი მაგალითად თუ ადამიანი დილით ადგება, ხო იცის რომ უნდა ილოცოს ადამიანი. თუ ადამიანი ლოცვის მაგივრად პირდაპირ სხვა საქმეს დაიწყებს, ეგ ნიშნავს რომ იქ ნაყოფს აღარ გამოიღებს. მაგალითად აი ჩვენ ვიცით რომ კვირა დღეს ყველა ადამიანი, ყველა ქრისტიანი, მართლმადიდებელი უნდა ტაძარში მიდიოდეს, აღსარებას ამბობდეს, ეზიარებოდეს, ხო მართალია? თუ იმ წირვის ხარჯზე კვირა დღეს, თუ შაბათს ლოცვაზე რაღაცა ხორციელ საქმეს აღასრულებს, ეგ ნიშნავს, რომ მან სულიერის ნაცვლად ხორციელი გააკეთა, ანუ ეს საზრუნავებით დაიტვირთა და ისიც ვერ გამოიღებს ნაყოფს. კვირა დღე არის უფლისა და უფალს უნდა დაუთმო. და ბოლოს, კარგი ნიადაგი. ეს კარგი ნიადაგი, ბავშვებო, თავისით კი არ მოჩნდება. ეს ესე გამზადებული კი არ არის. ეს კარგი ნიადაგი თავდაპირველად ჩვენ შემთხვევაში რა მეგობარო, იცი როგორია? რაღაცას ამბობ. ისა ტრაქტორები დადიან და ხნავენ მიწას. ო, შენ გენაცვალე, ტრაქტორები დადიან. ეს ნიადაგი თავდაპირველად დაახლოებით იცი როგორია? ჩაულებრივი გასწორებული. აი ესეთი, არა ჩვეულებრივი. წარმოიდგინე, რომ ესეთი ბაღი იყიდო შენ. ესეთი ბაღის ნაკვეთი იყიდო. ეხლა რა უნდა გააკეთო პირველ რიგში? ნაგავი უნდა გამოიტანო, კი ბატონო. თუ სადმე ეკალბარდებია, ესენი უნდა ამოძირკო. ეხლა აქ რო წახვიდე და დათესო რამე გაიხარებს? აქ არაფერი არ გაიხარ. ეხლა ჩვენი გული რომ აი ამ ნიადაგიდან, აი ამ გაუბედურებულიდან ამას დაემსგავსოს, რა უნდა გააკეთოს ადამიანი? რა უნდა გააკეთოს? ეხლა უკვე ჩვენს გულზე ვილაპარაკოთ, მაგას ეხლა ჩვენ გულზე რა გავაკეთოთ? როგორ დავამსგავსოთ? აცადე? უნდა გავასუფთავოთ და მოვხნათ. უნდა გავასუფთავოთ. როგორ გავასუფთავოთ? აბაზანას შევიდეთ და ვიჭუპალაოთ? აბა? როგორ დემეტრე? ჩვენ ეგენი უნდა ავიღოთ და ნაგავში გადავყაროთ და ჩვენი გულიდან როგორ? ჩვენ გულზე აქ ხა ლაპარაკი, როგორ გავაკეთოთ? ეგენი კი ბატონო, ნაგავში. ჩვენი გულიდან, აცადე ლუკა. ჩვენ დღეს ხო кайხანი ვისაუბრეთ მაგაზე, ეხა სხვებს. როგორ გავასუფთავოთ ჩვენი გული? მოდი ჯერ აღმოვაჩინოთ ჩვენს გულში ნაგავი. მერე მივხვდებით როგორ რა შეიძლება ნაგავს წარმოადგენდეს ჩვენს გულში? რა აბა? ცოდვები, აი ჩვენ თორ ბავშვებს რა ცოდვა შეიძლება რომ ქონდეს? მაგალითად? მაგალითად შეიძლება ხო ზარმაცობდეს. დასო, შენ რა სიტყვი? აი რა ცუდი ჩვევა შეიძლება ქონდეს ბავშვს? ეზარებოდეს. ო, ზარმაცი იყოს, აბა კუდრაჭი. მას შეიძლება დიდი ხანი ეჭრას ტალღას. ო, ეგეც ძალიან ცუდი ჩვევაა. ხო არ გეტყვით, ხო არ დაგვეხმარეთ. როდესაც ყველას მიმართ ცუდად არის განწყობილი. როდესაც ყველას მიმართ ცუდად ხარ განწყობილი. მოდი კიდე გავაგზავნო, როდესაც გშურს, როდესაც წყინს რაღაცა. აი ყველაფერზე რო იბუტები და რო გწრის, ხო ცუდია. კიდე რა სიტყვი აბა? კიდევ აბსოლუტურად მართალი. ჯერ გითხოვს? მე მეგონა როფიკ. მაგალითად აი როგორც ჩვენი ბატონი შოთა ნიკოლოზი ბოდიში. ნიკოლოზი ჩუმად იყო აი ვიღაცას რომ და შენი დახმარება რომ სიტყვა თქვა და ჩუმად რო ხარ, ხო ცუდია? შენ ალბათ მაგას გულისხმობდი? შეგენად. მაგალითად რომ დასცინი ვინმეს, რომ ატყუებ, რომ გშურს, რომ გენანება, რომ არ უჯერებ შობელს,
რომ ვიღაცას აღიზიანებ, გესმით, აი ბევრი რაღაცა შეიძლება ჩვენს გულში აღმოვაჩინოთ და ეგ ყველაფერი არის ნაგავი. აბა შენ რას გეტყვი? როანანიებ. მას ეს რაღაც დაგავიწყო. თან რო აბიზღებს. რო აბეზღებს. ძალიან დიდი მადლობა. ეგ მართლაც დამოვიწყე. ვაცადე და ამ ყველაფერს რო აღმოაჩენ შენს გულში, როგორც აი ამ ნაგავს, მერე უნდა გაიტანო. რითი უნდა გაიტანო, იცი? აღსარებით. როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს, ეგ იმას ნიშნავს, რომ აი ესენი რომ მოხვეტო და გადაყარო. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ არსებობდეს ისეთი არსება, მოდი ადამიანზე არ ვთქვათ. არსება იყოს, რომელიც ჩვენ ხო გამოვიტანეთ ესენი და გადავყარეთ და აი დავისვენეთ, ოფლი მოვიწვიდეთ, რა კარგია გავასუფთავეთ. მეორე დღეს ჩახვედი და თურმე ღამე კიდე დაუყრია. გესმით? ეს ისე კი არ არის, რომ ბაღივით ერთხელ გაასუფთავო და წახვიდე და მორჩა. გულში ეშმაკი ყოველთვის თესავს იმ ცუდ რაღაცებს. აი წარმოიდგინეთ, რომ მოფარებულში იდგეს, აი ხიდის იქით რო არ ჩანდეს და რო ისროდეს აქ რაღაცებს ანაგვიანებდეს. ეშმაკიც ესეა, არ ჩანს, მაგრამ ჩვენს გულში 1000 უზნეობას თესავს. ამიტომ ერთხელ ნათქვამი აღსარება კი არ შველის საქმეს. არამედ მუდმივად ხშირად უნდა ასუფთავო და ასუფთავო. და მერე ჩვენი გული, აი როდესაც გახდება აი ასეთი, იქ წერია, რომ ზოგი გამოიღებს 30 წილ ნაყოფს, 30 წილს, ზოგი 60 წილს და ზოგი 100 წილს. ხედავთ? ეხლა ადამიანის ნაყოფები რა შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო. დაუშვათ, დავახვედრეთ კარგი ნიადაგი, გამოიღო ნაყოფი და რა მოხდება ნაყოფს რო გამოიღებს? ეხლა ეს ვაჟკაცი ხე ამოვა და ქლიავი მოისხა? აბა ნაყოფი რა იქნება? აბა ვაშლი იქნება? აბა რა შეიძლება იყოს ნაყოფი? ნაყოფი ადამიანის სულიერი ცხოვრებისა რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით? მომეხმარეთ. ივანე, რა შეიძლება? პირველი მაგალითად ადამიანი რამე ნებას ეკუთვნის მაგალითად და გაიმარჯვებს ნებას და შემდეგ სათნოებით. აი რა ხო და ერთი სათნოება გითხარი, მაგალითად აქვს ამპარტავნების ნება. ყველა უნდა რომ აქებდეს, ყველაზე მაგარი გონია თავი, ამაზე თუ გაიმარჯვა, რა სათნოება ექნება? სიმდაბლე. ერთ-ერთი ნაყოფი სწორედ არის სიმდაბლე. ადამიანი რო არის თავმდაბალი. თავმდაბალი იცი რას ნიშნავს? რასაც გააკეთებს, ყველაფრისთვის მადლობს ღმერთს. მადლობ ღმერთო, რომ ამისი ძალა მომეცი. სიმდაბლე კიდევ რა შეიძლება იყოს? რა აბა, ნაყოფი. ახლა სხვა მткоს. აბა შენ რა სიტყვა? მასე სიკეთე. სიკეთე კი ბატონო. სიკეთეს რომ გაუკეთებ ადამიანს. კიდევ ერთი ნაყოფი რა არის, იცით, სახარებაში ასეთი რამე წერია. ერთ კაცო ლეგვის ნერგი ჰქონდაო თავის ბაღშიო. ჩემო ნიკოლოზ, ლეგვი ხო იცი რაც არის? ლეგვის ნერგი ჰქონდა და მიდიოდა და ყოველწლიურად მიდიოდა და ხედავდა რომ ნაყოფი არ ჰქონდა. და მე ერთხელ უთხრა ამ კაცმა, ამ პატრონმა სახლისა თავის მებაღეს უთხრა. მოდიო მოვჭრათო ეგ ლეგვის ნერგიო, ტყუილათო მიწას რატო აფუჭებსო, ნაყოფი მაინც არ გამოაქვს. და მებაღემ უთხრა, მოდიო ჩემო ბატონო, ამ ერთ წელსაც ვაცადოთ. შემოუბარაო გარშემო, გავანოყიერებო მიწასო და იქნება გამოიღოს ნაყოფი თუ არა და მერე მოჭერია. ის ხე ვართ ჩვენ. რომელ ხეზეც იცი რა წერია? ყოველი ხის ძირასო ცული დევსო. წარმოიდგინეთ, აი ყოველი ხის ძირში დევს ცული. თუ ეს ხე ნაყოფს არ გამოიღებს, რას უშვებიან ასეთ ხეს? მოჭრიან და ცეცხლზე დებენ, ხო, გასათბობად მაინც იღან. ადამიანიც ესე. ადამიანი თუ ამ ნაყოფებს არ გამოიღებს, ის მოიკვეთება. ან ჯერ წერია რომ შემოუბარო, ანუ განსაცდელები შეემთხვევა, ჯერ რაღაცა ვითარებები გამოაფხიზლებს ადამიანს. და თუ მაინც არ გამოიღო ის ნაყოფი, რაც ახლა მე უნდა ვთქვა,
მაშინ მის არსებობას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ეს ნაყოფი იცი რა არის? ეს ნაყოფი არის სინანული. ყოველი მოუსწავლიანი წელი ეს უსინანულო წელია. და ყოველი ნაყოფი, ყოველი სინანული ეს არის ნაყოფი. როდესაც ადამიანი ნაყოფს გამოიყენება, იმიტომ რომ სინანული ყველა ადამიანს სჭირდება. შეუძლებელია ადამიანი არსებობდეს, რომელსაც ცოდვა არ აქვს. რომლის გულშიც რაღაცა აქედან მაინც ერთი არ არის. ეგეთი გული არ არსებობს. ადამიანის სანამ ამ წუთის სოფელშია, რაღაცა ნაგავი მაინც არის იმის გულში. ამიტომ ყველას სჭირდება თავისებურად სინანული, ზოგს დიდი და ზოგს კიდევ უფრო დიდი. მას სინანულის გარეშე ერთ ერთი ადამიანი ვერ გადარჩა. გაიგეთ რამე? აბა მოდი ახლა შევამოწმოთ, მე წლების წინ ესე ვამბობდი ხოლმე, აბა მოდი შევამოწმოთ რა გავიგეთ მეთქი და კარგი ხანი ეგეთი რამე აღარ მithქვია და ახლა გამახსენთ. რა გავიგეთ აბა? აბა ჩემო მეგობარო, რა გაიგე რაც ვილაპარაკეთ იქიდან? სიყვარული. შეგენაც. შენ ყველაზე მთავარი გაგია, თომა რა გაიგე? მე გავიგე რომ ყოველი ხის ნაყოფს რომელსაც ჩვენ ყოველი ხე ვართ ჩვენ ჩვენს გულში და ჩვენს გულში თუ არ დავთ ესეთი სიკეთეები ის ხა მაიჭრება. მაიჭრება ნაყოფს თუ არ გამოიღებს. კიდე რა გაიგეთ? აბა ნიკოლოზ, შენ რა გაიგე? მე სიყვარული გავიგე. შენ სიყვარული გაიგე. კიდე რა გაიგეთ აბა? როგორ უნდა ნაყოფი როგორ უნდა გამოიღოს ადამიანის გულში? ღვთის სიტყვა. სიკეთით მას და ბევრი სიკეთე უნდა გააკეთოს და ადამიანებს არ უნდა მოაბეზროს თავი. არ უნდა თუმცა მე ეგ სიტყვა ხო არ მithქვია მოაბეზროს მეთქი. ეგ შეიძლება სადღაც ვიგულისხმე და შენ ეგ წაიკითხე. არ არის ეს იგავი ეგრე ადვილად გასაგები, მაგრამ რაღაცა თუ გაიგეთ მაინც მადლობა ღმერთს. მოდი ახლა თქვენი შეკითხვები ვნახოთ. რაო დავით? შენ რა გაიგე აბა? სიყვარული. მე ასევე სიყვარული. ესე იგი, მე აქედან გამოვიტანე დასკვნა, რომ იმ თეთრ ბაირაღებში როა. ჯიგარი ხარო, ბიძია ისიდორე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე. არა უშო, რო ვერაფერი ვერ გაიგეთ, ეგ ხომ მაინც გაიგეთ. ესე იგი, რაღაცა უკვე გაგიგიეთ. არა უშო, გაიზრდებით და ცოტას მერე შევმატებთ. რაღაცა მაინც დარჩებოდა. უქმად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირული სულის მკეთებაო. ხო არა? მერანი. დაგზა უარი შენგან თელილი მერანო ჩემო მაინც დარჩებაო. რატომ ვიბადებით თუ კვდებით? ანუ რატო ვიბადებით თუ მაინც უნდა მოვკვდეთ? არასწორად დასმული შეკითხვა. კი არ კვდებით? ნახეთ, ხო არ დაიღალეთ? არა, ვიცი რომ დაიღალეთ. იცი რატო დაიღალეთ? ჯერ იმიტომ რომ არ დადეგები ახლა ხანს დამთავრდა სკოლას შეუჩვეველი ხართ, მე 1000 წრე და 1000 დატვირთული გრაფიკი და კიდე ახლა უნდა დაიღალეთ, ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ცოტა ხანს გამიძელით. ესე იგი, აღდგომის ტროპას შევხედოთ. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა დამთრგუნველ და საფლავების შინათან როგორ არის? ცხოვრების მიმნიჭებელი, ანუ სიცოცხლის მიმნიჭებელი. ქრისტემ თავისი სიკვდილით, ჯვარზე სიკვდილი დათრგუნა, ანუ სიკვდილი მოკლა, სიკვდილი აღარ არსებობს, არამედ ჩვენ გარდავიცვლებით. კი არ კვდებით, გარდავიცვლებით. აი, ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მიწის მტვრისაგან შექმნა და ჩვენი სხეული და მასში სთაბერა უკვდავი სული. და ჩვენი სული არასოდეს არ მოკვდება. ჩვენი სული მარადიულად იცოცხლებს. გესმით? ისე რომ ჩვენ გარდავიცვლებით და თითოეულ ადამიანს შემდგომ
ელოდება მკვდრეთით აღდგომა. როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე თითოეულ ადამიანს აღადგეს მკვდრეთით. ოღონდ ზოგი აღდგება მარადიული სიხარულისთვის, აი სულ რომ სიხარულია და რო არასოდეს არ ვთავრდება. და ზოგი აღდგება მარადიული სატანჯველისთვის. გესმით, ანუ ისიც არასოდეს არ ვთავრდება. ამიტომ არჩევანის წინაშე თავად ადამიანი დგას. რისთვის აღდგება? აი უბრალოდ ესე ჟრიამულში და ხალხმრავლობაში ამაზე შეიძლება ჩვენი გონება ვერ დაფიქრდეს, მაგრამ ძილის წინ დაფიქრდით უბრალოდ აი მარადიული სატანჯველი როგორი შეიძლება იყოს, რომ არასოდეს არ ვთავრდება. ან მარადიული სიხარული როგორი შეიძლება იყოს. ვიფიქროთ ამაზე ფიქრი ადამიანს ბევრ ამას მისცემს. ერთი სასკოლო შეკითხვა ჩვენი ურთიერთობებიდან. ჩემს კლასში ერთი ბავშვია. ის სულ მარტო ზის და თითქმის არავინ ელაპარაკება, არავინ დასცინის და არც არავინ ეუბნება რამეს, მაგრამ მეგობრები არ ყავს და სულ მარტოა კლასში. ვიცი რომ არასწორად ვიქცევი, მასთან ერთად რომ არ ვარ, მაგრამ თუ მასთან ერთად ვიქნები, სხვა ბავშვები აღარ მემეგობრებიან, არ ვიცი როგორ მოვიქცევ. ალბათ დავფიქრეთ, აი როგორ მოვიქცეთ, ნახეთ გასაღები უპოვოთ. დაუშვათ ის ბავშვი ვართ ჩვენ. ის ბავშვი ვართ ჩვენ, რომელსაც არც დასცინიან, მაგრამ არც არავინ ემეგობრება. და ეხლა ჩვენს თავს შევხედოთ იმ სხვა ბავშვების მხრიდან და როგორ გვინდა რომ ის ბავშვი მოგვექცეს, რომელიც ამ არჩევანის წინაშე დგას, ჩვენთან იმეგობროს თუ არა? რა მოგვინდებოდა? ემეგობრა? მე თუ დავუშვათ იმ ბავშვთან ვიმეგობრებ და სხვები ამის გამო ზურგს მაქცევენ. ეს ჩემს ღირსებას დააკნინებს? მე დავპატარავდები? როგორც ადამიანი არა, პირიქით. მე თუ იმ ბავშვთან დავიწყებდი მეგობრობას, ვინც დარჩებოდა ჩემთან და იმეგობრებდა ჩემთან, აი ის იქნებოდა ნამდვილი მეგობარი. გესმით? თუ ის ბავშვი ვისთანაც არ მეგობრობენ, იმიტომ არ მეგობრობენ, რომ დაუშვათ აი უზნეოდ იქცევა, რაღაცა უსამართლოდ ვიღაცებს ჩაგრავს, თუ ამის გამო მოერიდნენ მასთან ურთიერთობას, ეს სხვა საკითხი. მაგრამ თუ უბრალოდ იმის გამო რომ აი გარიყულია და რაღაცა დაიწუნეს რაღაცის გამო, არ ვიცი. დღეს სამწუხაროდ არ არის იშვიათი შემთხვევა, რომ ვიღაცას დაიწუნებენ იმის გამო, რომ შეიძლება ცოტა უჭირს, გაჭირებული ოჯახიდან არის. იმის გამო, რომ შეიძლება დაუშვათ ისეთი უნარები არ აქვს, როგორიც სხვას. მაგრამ მე თუ იმ ბავშვს უერთგულებ, აი ვინც მართლა ზურგს შემაქცევს მარტო ამის გამო, ის ისედაც არ ყოფილა ჩვენი მეგობარი. ანუ ამით კიდე გამოაშკარავდება რაღაცეები. ყველა ვინც ჩვენთან ურთიერთობს, ჩვენი მეგობარი კი არ არის ბავშვი. სხვადასხვა სიტუაცია გამოაჩენს ხოლმე ამას, ვინ არის მართლა მეგობარი და ვინ არ არის. აი მაგალითისთვის ვიტყვით. ერთი ესეთი შემთხვევა იყო, ერთ ახალგაზრდა ბიჭს ყავდა ბევრი მეგობრები. და ამ ახალგაზრდა ბიჭმა იყიდა მანქანა. მამას უთხრა რომ მამიო, იქნება უთხრაო ჩემს მეგობრებსო, მინდაო რომ მოვიყვანო და მამამ უთხრა, კარგი შვილო, მე დაუძახებო, მე მივალო და მე დავპატიჟებ და ერთი კარგი სუფრა გადავიხადოთ. გაშალეს დიდი სუფრა, დაჯდა ეს ბიჭი გახარებული, ახლა თან რაღაცა რო გიხარია, მარტო რო გიხარია, ისე კი ვერ გიხარია. აი უკვე ბევრთან ერთად რო გიხარია, მაშინ არის სიხარული მრავლდება. ჭირიც ეგრეა. როგორ იყო იმ პატერიკში დარდის გაზიარება, ნახევარი დარდია. ვინმეს რომ უზიარებ დარდს, შენი გული სუბუქდება. ვინმეს რომ ხინს უზიარებ, შენი გული კიდე უფრო მეტად ივსება და ამბიცაც უნდა და რომ ესე მოეხინა. დაждდა სუფრასთან და ორი მეგობარი მოვიდა მარტო. ძელი სუფრაა გაშლილი. მამას გაუწყრა ეს შვილი რომ მამიო, გულდაწყვეტით. არ უთხარიო ჩემს მეგობრებსო და კიო შვილო, მე ყველას უთხარიო. და რა უთხრა მამამ იცი მეგობრებს? თქვენი მეგობარიო, გასაჭირშიაო, რაღაცა ვალები დაედო, რაღაცა ეხა თქვენი დახმარება ჭირდებაო და
იქნება მოხვიდეთო საღამოთიო რომ რაღაცა მოვიფიქროთ, გადავწყვიტოთ. და მოვიდა ორი კაცი. ესე იგი რა გამოდის? ვინ იყო მისი მეგობარი? გორი იყო მეგობარი. ისე რომ მეგობრობა ეგრე ადვილი კი არ არის ბავშვები. ყველას მეგობარს კი ნუ დაუძახებთ, ვისაც ერთხელ გამარჯვებას ეთქვით. მეგობარი ჭირში გამოიცდება. და თუ მართლა იპოვი ისეთ მეგობარს, ეგ აუწონავი სიმდიდრე. მაგრამ ეგრე ადვილი არ არის. ცხოვრებაში ბევრჯერ შეიძლება შეგეშალოს ადამიანში. და ბოლოს ვინც დარჩება, როგორი ნათქვამია, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან. აი ეს ქვიშაა ნამდვილი. ვინც დარჩება, მიუხედავად ყველაფრისა, ხინისა, ჭირისა, განსაცდელისა, სხვადასხვა სიტუაციებისა, ვინც ბოლომდე შენთან დარჩება, ის არის მეგობარი. ეხლა აქედან შევხედოთ, მოდი. ის თუ მართლა ჩემი მეგობარია და მე ვიღაცასთან მეგობრობა გადავწყვიტე და მან ზურგი მაქცია, ყოფილა მეგობარი? არ ყოფილა. აი, ხო მიხდი. შენც მიხდი და მიხარია რომ მიხდით. აბა ერთი შეკითხვაც ნახოთ. ხატების კუთხე სხვა მხარეს რომ იყოს შეიძლება მაგალითად ჩრდილოეთით. ბავშვებო, ჩვენ როდესაც ლოცულობთ, აღმოსავლეთით დგავართ. ხატები უნდა იყოს აღმოსავლეთ მხარეს, ანუ ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ აღმოსავლეთით, ტაძარში საკურთხეველი აღმოსავლეთ მხარეს არის ყოველთვის და ჩვენ როდესაც ლოცულობთ, მღვდელიც როდესაც დგას და ლოცულობს, იყურება აღმოსავლეთით. მაგრამ ზოგჯერ სახლში არის ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცით ვერ ხერხდება აღმოსავლეთ მხარეს გაკეთდეს. ზოგჯერ იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი არსებობს, რომ ვერ ხერხდება. ზოგჯერ სუბიექტური. სუბიექტურში რას გულისხმობ? ვიღაცას უნდა რომ აი იმ მხარეს ტელევიზორი იყოს გამოჭიმული. და ამიტომ ხატების ადგილი აღარ რჩება, გესმით? ეს არ არის გამართლება. საუკეთესო ადგილი უნდა დაუთმო ოჯახში ხატებს. საუკეთესოში რა იგულისხმება? ყველაზე მყუდრო, სადაც განმარტოებით შეძლებ რომ ილოცო. დანარჩენი მდივანია, ფარდაა, ტელევიზორია თუ რა არის? ეგ მერე. და თუ მაინც ვერ ხერხდება, მოიწადინე რომ ესე გააკეთებინა და აღმოსავლეთი ვერ ხერხდება, თუ იქნება ჩრდილოეთი და სამხრეთით, არ დააშავებ. ნუ ყოველ შემთხვევაში დასავლეთით ჯობია რომ არ იყოს ეს. მაგრამ აი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ და ვიმეორებ, რომ უფრო მეტწილად იმიტომ ვერ ხერხდება აღმოსავლეთ კედელზე, რომ ადამიანი სხვა რამეს ანიჭებს უპირატესობას, რაღაცა ნივთებს და ამიტომ ვერ ხერხდება. წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველი, ასეთი დიდი წმინდანი არსებობს. და ის სიტყვები, რასაც ახლა მე ვიტყვი, მან თქვა იქამდე ვიდრე ტელევიზორი საერთოდ გამოგონილი იქნებოდა. ასეთი რამ თქვა. უწინო ადამიანსო კუთხეშიო ხატები ქონდა. მოვა დრო გამოიგონებენ შავ ყუთსო და ეს დაიკავებს იმ ხატების ადგილს. დაიკავა თუ არა? დაიკავა სამწუხაროდ. ნუ ახლა მაშინ შავი ყუთი იყო და მე წოდა დააპატარავეს და თხელი გახდა. თავიდან რომ გამოიგონეს, კარგი დიდი ყუთი იყო. მე დააპატარავდა. ისე რომ არჩევანი ჩვენზე. რომელი მამაო არის ყველაზე ახალგაზრდაო? ის მამაო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა. ხო ეგრე გამოდის. არა? ეგ არ ვიცი, აბა რა გითხრათ. თქვენ მითხარით ყველაზე მოხუცი რომელია და მე გავიგებ რომელია ყველაზე ახალგაზრდა. რამდენი ხანია რაც ამ ბავშვებს ღლით? აჰა, ზარის დარეკვის დრო მოვიდა. 40 წუთიანებია თქვენი გაკვეთილება. ერთი რამ მინდა გითხრათ ბავშვებო. ჩვენთან სამრევლო სკოლაში ფუნქციონირებს ახლა უკვე 3 წრე და 2-იც დაემატება. ერთი არის ხატვის, არის გალობის, სიმღერის, ახლა ხეზე კვეთა დაემატება და დაემატება ცეკვის წრე. ცეკვის წრე სავარაუდოდ იქნება, ანუ 3 დღიდან 2 გვაქვს ამოსარჩევი. ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევიდან
რომელიმე 2 გვაქვს ამოსარჩევი და 4 საათზე იქნება ხოლმე ეს გაკვეთილები. თქვენთვის თავისთავად ცხადია ყველაფერი არ არის უფასოდ, ოღონ არა უპასუხისგებლოდ. უფასო არ ნიშნავს უპასუხისგებლობას. უფასო ნიშნავს, რომ თქვენ არ იხდით მატერიალურად, მაგრამ თქვენ იხდით თქვენი მონდომებით, სისტემატური სიარულით და ასე შემდეგ. ისე რომ ეხლა რა დღეა? ორშაბათი. მოდი ესე ვთქვათ, აი ოქტომბრის დასაწყისი, აი 1 ოქტომბერი რა დღეა ნეტა? 4 შაბათი. აი ესე ვთქვათ, 4 შაბათს იქნება პირველი გაკვეთილი 4 საათს. 4 შაბათს 1 ოქტომბერს 4 საათზე იქნება პირველი გაკვეთილი. მე მასწავლებელთან შეთანხმებული ვარ, ის ჩვენ გველოდება დროებზე და ერთ-ერთი დღე აუცილებლად 4 შაბათი იქნება. აი ორშაბათისა და პარასკევის ამბავი კი გასარკვევი იქნება. თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი შვილები, ჩვენ სრულიად უანგაროთ ვასწავლით მათ ცეკვას. ავდგეთ ვილოცოთ, აბა.